558. რამდენ ხანს შეეძლოთ ემუშავათ დაზოგილი საწვავით მოცემულია მასა ამ საწვავის ისეთ სამ ენერგეტიკულ გიგანტს, როგორიცაა 6.4 გიგავატი სიმძლავრის ბერეზოვის სრეს და 4 გიგავატ თითოეული სიმძლავრის ეკიბასუსტის სრეს და სამხრეთ ყაზახეთის სრეს. მოკლედ. აქ არის მოცემული მასა საწვავისა, რომლითაც უნდა იმუშაოს თბოელექტროსადგურებმა. მასა ამ საწვავის არის 160 მილიონი ტონა. ესე იგი, ეს 10-ის მე-6 ხარისხად ტონა. ეხლა კილოგრამებში ეს გამოვა 160 10-ის მე-6 და კიდე 10-ის მე-3 ხარისხად კილოგრამი. ამიტომ ეს ჯამში გამოდის 16 10-ის მე-10 ხარისხად კილოგრამი საწვავი. ამას ქვია პირობითი საწვავი. და გვაქვს ესე იგი სამი თბოსადგური, ერთი სიმძლავრე N1 არის 6.4 გიგავატი, გიგა არის 6.4 10-ის მე-9 ხარისხად ვატი. და კიდე ორი ცალი არის სხვა თბოსადგურები 4 გიგავატის სიმძლავრით. გიგავატი, ეს არის 4 10-ის მე-9 ვატი. ანალოგიური არის კიდე ერთი ცალი. რამდენ ხანს შეუძლიათ, ესე იგი, ამათმა იმუშაონ? ჯერ დავიწყოთ, რომ მთელი ამ სამივე სადგურის საერთო სიმძლავრე N სრული სიმძლავრე, ეგ არის N1 პლუს 2-ჯერ N2. ანუ 6.4 პლუს 8 10-ის მე-9 ხარისხად ვატი. ანუ ეს გამოდის 14.4 10-ის მე-9 ხარისხად ვატი. რაც შეეხება სრულ სითბოს, რომელიც შეიძლება მივიღოთ აი ამდენი მასის წვის შედეგად, ეს არის Q პატარა გამრავლებული M-ზე. აი Q პატარას ქვია საწვავის ესე იგი სითბოშემადგენლობა თუ რაღაცა ეგეთი ტერმინი არის, ფაქტურად შინაარსი რა არის ამ Q პატარასი, რომელიც ესე იგი ცხრილში წერია. ესე იგი 1 კილოგრამი საწვავის დაწვის დროს რა სითბო გამოიყოფა. და თუ M მასის სითბო დაიწვება, მაშინ სრული სითბოს რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა, იქნება აი ამ Q სტოლი. ესე იგი ფაქტურად ეს ისენი რა ქვია თბოსადგურები მუშაობენ ამ საწვავის სითბოს შედეგად, ასე რომ მოხმარებული ენერგია, უпростоოდ გამომუშავებული ენერგია იქნება N სრული გამრავლებული T-ზე და ეს გამომუშავდა აი ამ საწვავის წვის შედეგად. ესე იგი ეს სიმძლავრე გამრავლებული დროზე, რა დროში ის განმავლობაში ეგენი იმუშავებენ და მივიღებთ N სრული გამრავლებული T-ზე უდრის Q გამრავლებული M-ზე. აქედან T იქნება QM-ი შეფარდებული N სრული T-ზე. ხლა აქ ნაგულისხმებია ის, რომ ესე იგი ეს მთელი წვის შედეგად სითბო გამოიყოფა, გარდაიქმნება იმ გამომუშავებულ მუშაობაში. სინამდვილეში ეს ესე არ არის, მაგრამ იმიტომ რომ არქიმედების კოეფიციენტიც აქვს, მაგრამ აქ იგულისხმება, რომ დანაკარგები არ არის. ეხლა კიდევ ვიმეორებ, ესე იგი ეს Q პატარა, ეგ შეგვიძლიათ ნახოთ ცხრილში. ესე იგი, ამას ქვია საწვავის წვის სითბო. სხვადასხვა საწვავს სხვადასხვა აქ უნდა ნახოთ ეგრეთ წოდებული პირობითი საწვავის გასწვრივ, ესე იგი რა რიცხვს მიიღებთ,
რა რიცხვი არის მითითებული ცხრილში. კარგით, შემდეგი ამოცანა 559 ამოცანა. წყალსათბობის ნომინალური სიმძლავრეა 21 კილოვატი. ეს კი სიმძლავრე არის 21 კილოვატი, ანუ 21/10 მესამე ხარისხად ვატი. მარქმედების კოეფიციენტი 80%-ია. მოდი ეტათი ავუნიშნოთ. ეს არის 80%. ნუ ახლა პროცენტის გარეშე შეიძლება დავწეროთ, რომ ეტა არის 0.8. რა დროში აივსება 200 ლიტრა მოცულობის აბაზანა 24 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის წყლით. ესე იგი მოცულობა არის 200 ლიტრი, ანუ ეს არის 0.2 10 მინუს 3 ხარისხად მეტრ კუბი და საბოლოო ტემპერატურა T2 არის 24 გრადუს ცელსიუსი. ნუ გამორჩენილი არის ერთი პირობა, რომ საწყისი ტემპერატურა ამ წყლის იყო 20 გრადუს ცელსიუსი. და მეორე კითხვა, ხო, რამდენ ხანში გაცხელდება ფაქტიურად, ესე იგი ეს წყალი 20-დან 22 გრადუსამდე და გარდა ამისა გვეკითხებიან რამდენი ლიტრა კილოგრამი გაზი დაიწვება თუ გაზის წვის სითბო, აი ეს ქუპატარა გაზისათვის არის 36 მეგაჯოული შეფარდებული კილოგრამთან. ხოლო ორი კითხვა არის, ესე იგი თქვა, რამდენი დრო დაჭირდება და რა მასის გაზი დაიწვება. ნუ მოდი ჩავწეროთ მარქმედების კოეფიციენტი რისი ტოლი არის. მარქმედების კოეფიციენტი ეს არის სასარგებლო სითბოს რაოდენობა Q სასარგებლო შეფარდებული Q სრულზე. სრული სითბოს რაოდენობა შეიძლება ვიპოვოთ სიმძლავრიდან. ეს არის N სიმძლავრე გამრავლებული T-ზე. და სასარგებლო არის ის, რაც მოხმარდება უშუალოდ წყლის გასათბობად. ესე იგი ეს არის C წყლისა M წყლისაზე, ნუ დელტა T-ზე. ნუ წყლის მასა არ არის მოცემული, მაგრამ სიმკვრივე ვიცით და მოცულობა, ამიტომ იქნება C წყლისა, ρ წყლისა, V-ზე, დელტა T-ზე. ხო, ეს რო შევიტანოთ მარქმედების კოეფიციენტში, მივიღებთ, ესე იგი C წყლისა, ρ წყლისა, მოცულობა დელტა T შეფარდებული N გამრავლებული T-ზე. ნუ დელტა T ეგ არის ტემპერატურის ცვლილება 24 გრადუს გამოკლებული 20 გრადუს ცელსიუსი გამოვა 4 გრადუს ცელსიუსი. ხო და აქედან დროს დავადგენთ. დრო ტოლი იქნება C წყლის, ρ წყლის, V-ზე, დელტა T-ზე შეფარდებული N ეტაზე. ნუ ახლა აქ ყველაფერი ვიცით, ესე იგი C-ს ცხრილიდან ავიღებთ, როსაც ავიღებთ ცხრილიდან და ამ პირველ კითხვაზე პასუხს გავცემთ. ეხლა მეორე მხრივ ეს სიმძლავრე, რომელიც აი ამ დანადგარს აქვს, წარმოიშობა იმის ხარჯზე, რომ დაიწვება გარკვეული სითბოს რაოდენობა, რომლის ფორმულა ჩვენ ვიპოვეთ, ესე იგი Q სრული, ეგ არის, ესე იგი N გამრავლებული T-ზე, ხო? და ეს მეორე მხრივ უდრის საწვავის წვის სითბო გამრავლებული MX-ზე. ეს MX-ი არის იმ აირის მასა, რომელიც დაიწვება. აქედან MX-ი იქნება ეს Q სრული შეფარდებული Q-ზე. აი დამწვარ მასას აქედან დავადგენთ, სადაც Q პატარა მოცემული გვაქვს. ნუ ახლა ეს მეგაჯოულები უნდა გადავიყვანოთ 36/10-ის მე-6 ხარისხად ჯოული შეფარდებული კილოგრამზე. კარგით. შემდეგი ამოცანა 560 ამოცანა. 560. 97 სურათზე ნაჩვენებია
გადაცემულ სითბოს რაოდენობაზე ტემპერატურის დამოკიდებულების გრაფიკი ორი სხეულისთვის. იპოვეთ თითოეული სხეულის საწყისი და საბოლოო ტემპერატურა, მათი კუთრის სითბო-ტევადობა. თუ თითოეულის მასა არის 2 კილოგრამი, ესე იგი მასა არის 2 კილოგრამი. მოდით შევხედოთ გრაფიკს, ესე იგი ჯერ პირველი სხეულისთვის ვნახოთ. აი პირველი სხეულის საწყისი ტემპერატურა, კელვინებში არის მოცემული T1, არის ესე იგი 300 გრადუს კელვინი. საბოლოო ტემპერატურა T2 ეგ არის ესე იგი საბოლოო ტემპერატურა არის 420 გრადუს კელვინი. ეხლა სითბოს რაოდენობა Q უდრის, ესე იგი ეს უკვე აბსცისათა ღერძიდან უნდა ვნახოთ. ეგ იქნება ეს 80 თუ არის, ესე იგი 60 მანდ ერთეულიები არის, მგონი კილოჯოული, ცოტა ცუდად ჩანს, ესე იგი კილოჯოული, ანუ 60 10-ის მესამე ხარისხად ჯოული. ხო და ეხლა დავწეროთ ფორმულა Q არის CM დელტა T. დელტა T-ს ადვილად ვიპოვით 420 გრადუს მინუს 300 გრადუსი, ესა გამო 120 გრადუსი, კელვინებშია, ხო? და C იქნება Q გაყოფილი M დელტა T-ზე. ანუ 60 10-ის მესამე ხარისხად ჯოული შეფარდებული მასა არის 2 კილოგრამი, დელტა T არის 120. ახლა ერთეულები გამოვა ჯოული კილოგრამი გრადუსი კელვინი. აი ამ ერთეულებში მივიღებთ პასუხს. ეხლა რაც შეეხება მეორე სხეულს, ახლა მეორე გრაფიკის უნდა შევხედოთ. მისი საწყისი ტემპერატურა T1 იყო 340 გრადუს კელვინი, T2 არის ისევ 240 გრადუს კელვინი. რაც შეეხება Q-ს, ეგ არის 80 კილოჯოული, ანუ 80 10-ის მესამე ხარისხად ჯოული და აქედან ესე იგი C მისთვის იქნება Q შეფარდებული M დელტა T-ზე, დელტა T არის 420 მინუს 340, ანუ ეს არის 80 გრადუს კელვინი, ეს არის 80 10-ის მესამე ხარისხად შეფარდებული მასა ისევ 2 კილოგრამი არის და დელტა T არის, ესე იგი 80. ეს გამოთვალეთ თქვენ თვითონ, ეს არის ჯოული კილოგრამი გრადუსი კელვინის. 561 ამოცანა. 63 ჯოული კელვინთან სითბო-ტევადობის კალორიმეტრში ჩაასხიეს 12 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის 250 გრამი ზეთი. ხო, ზეთი, ჯერ წავიკითხოთ. როდესაც კალორიმეტრში ჩაუშვეს 100 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის 500 გრამი მასის სპილენძის სხეული, საერთო ტემპერატურა გახდა 33 გრადუს ცელსიუსი. გაიგეთ ზეთის კუთრის სითბო-ტევადობა ამ ცდის მონაცემებით. მოდით ჩავწეროთ მოცემულობა. სითბო-ტევადობა კალორიმეტრის, აი C, ესთან კუთრი კი არ არის, სითბო-ტევადობა არის, ეს სრული სითბო-ტევადობა არის, მთელი მასის კალორიმეტრს რა მასაც აქვს. ეს არის 63 ჯოული შეფარდებული კელვინთან. ტემპერატურა, T პირველი, ეს არის 12 გრადუს ცელსიუსი. ზეთის მასა არის 250 გრამი, ანუ 0,25 კილოგრამი. T2 არის 100 გრადუს ცელსიუსის
M სპილენძისა არის 500 გრამი, ანუ 0.5 კილოგრამი. და საბოლოო ტემპერატურა T მოდი ეს T-ი ავნიშნოთ უბრალოდ იყოს 33 გრადუს ცელსიუსი. ამ მონაცემებით უნდა გავიგოთ Z-ის კუთრი სითბო-ტევადობა. იგულისხმება, რომ სპილენძისა ვიცით. C Z-ის არის კითხვის ნიშანი. მოდით რა ვქნათ, იცით, ესე იგი, ახლა აქ უნდა გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული სითბური ბალანსის გამტოლება. რა იგულისხმება, ნახეთ აქ, რომ ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში არის კალორიმეტრი, შიგ ჩასხმული Z-ი და სპილენძის ნაწილი. და ეს სამივე სისტემა ერთად ქმნის ჩაკეტილ სისტემას, ამიტომ მათი საერთო ენერგია არ იცვლება და უბრალოდ ხდება ერთი სხეულიდან მეორეზე სითბოს გადაცემა. ამიტომ აქ სამართლიანი ეგრეთ წოდებული სითბური ბალანსის გამტოლება, რომელიც ესეთნაირად იწერება, რომ აი Q1 + Q2 + ასე შემდეგ რამდენი სხეულიც არის Qn-ი უდრის 0-ს. ესე იგი, ჯამური სითბოს რაოდენობების ჯამი არის 0-ის ტოლი, იმიტომ რომ ენერგია არ იცვლება, დელტა U უდრის 0-ს. მუშაობა მით უმეტესაც არ სრულდება. ეხლა ეგეთი ამოცანებისთვის ძალიან მოსახერხებელია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ტემპერატურული დიაგრამა. აი შეხედეთ, მე გასწავლით ეს როგორ კეთდება. აი ჩვენ რამდენი სხეულიც გვაქვს, აი იმდენის ტემპერატურულ სკალაზე დავხატოთ, ესე იგი, თითოეულ სხეულს რა მოსდის. აი მოდით პირველი სხეული ეგ იყოს კალორიმეტრი, მეორე სხეული ეგ იყოს კალორიმეტრში ჩასხმული Z-ი, მაგათ ორივეს ერთი და იგივე ტემპერატურა აქვთ, ესე იგი ეს ტემპერატურა T პირველით ავნიშნოთ. და მესამე სხეული გვაქვს აქ, რომელიც უფრო ცხელი არის, ამიტომ უფრო მაღალ ტემპერატურაზე დავხატე. ესე იგი, აქ არის ესე იგი სპილენძი, რომლის ტემპერატურა T2 არის. ნახეთ, T პირველი ნაკლებია T2-ზე. ახლა მე რა ხდება? ესე იგი, მე საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება რაღაცა ტემპერატურა T, საერთო ტემპერატურა. ახლა დავხატოთ, ესე იგი, რა მოუვა პირველ სხეულს. პირველი სხეულის ტემპერატურა პირდაპირ გაიზრდება T1-დან T-მდე. მეორე სხეული, ანუ Z-ი, მისი ტემპერატურაც გაიზრდება T1-დან T-მდე. ხოლო რაც შეეხება სპილენძის ნაჭერს, ხო? მისი ტემპერატურა შეიცვლება T2-დან T-მდე. ახლა აი ამ სქემის მიხედვით ადვილად შეგვიძლია დავწეროთ, ესე იგი, რა მოსდის, როგორ ჩაიწერება თითოეული სხეულის სითბოს ფორმულა. აი Q პირველი ეს არის კალორიმეტრი, ხო? მისი ფორმულა იქნება C გამრავლებული თავის დელტა T-ზე. დელტა T ერთზე. მოდი დავწეროთ, ეს არის C კალორიმეტრისა T-ს საბოლოო ტემპერატურას მინუს T პირველი. როგორც ხედავთ, იმის გამო, რომ T უფრო მეტი არის ვიდრე T პირველი, ეს ნიშნავს, რომ Q პირველი დადებითი იქნება. ეს ნიშნავს, რომ პირველ სხეულს გადაეცა სითბოს რაოდენობა. ეს კი მან მიიღო სითბო. ეხლა Q მეორე ჩასხმული Z-ი, ეს არის C Z-ის M Z-ის დელტა T-ზე. Z-ისთვის. ამიტომ ეს იქნება C Z-ის M Z-ის, ამისთვისაც T მინუს T1 არის. ეხლა მესამე სხეული გვაქვს ჩვენ სპილენძის ნაჭერი. Q3 არის C სპილენძის M სპილენძის დელტა T-ზე, მისი დელტა T. ეს არის C სპილენძის M სპილენძის T-ს მინუს T2. აი შეხედეთ, აი აქ T33 არის, T2 არის 100. ახლა 33-ს 100 რო გამოვაკლებთ, ეს უარყოფითი იქნება. მართლაც ესე უნდა იყოს. ამისი სითბო უარყოფითი ეს ნიშნავს იმას, რომ მან გასცა სითბოს რაოდენობა. ხო, ახლა დავდგეთ და ეს ყველაფერი შევიტანოთ სითბური ბალანსის გამტოლებაში. ესე იგი, Q პირველი პლუს Q მეორე პლუს Q მესამე, ნუ მეტი სხეული არა გვაქვს, უდრის 0-ს. ჩავწეროთ, ესე იგი,
C კალორიმეტრისა T-ს მინუს T1 პლუს C Z-ის M Z-ის T-ს მინუს T1 პლუს C სპილენძის M სპილენძის T-ს მინუს T2 უდრის 0-ს. ნუ აქედან ჩვენ Z-ის კუთხის ითბოტეოდებას გთხოვენ, ესე იგი აი ეს წევრი გვჭირდება. ამისათვის ეს ორივე წევრი გადავიტანოთ მარჯვენა მხარეს და გვექნება CZ-ის, MZ-ის, T-ს მინუს T1 უდრის. ნუ ესენი რო გადავაიქეთ, ესე იგი მინუსით იქნება, მინუს C სპილენძის, M სპილენძის, T-ს მინუს T2 მინუს C კალორიმეტრის T-ს მინუს T1. ნუ აქედან CZ-ისა CZ-ის გამოვა. ნუ ხლა ეს მინუსი შეიძლება იმაზე გამოვიყენო, რომ ამათ შეუცვალო ადგილები, ექნება C სპილენძის, M-ს T1 მინუს T მინუს C კალორიმეტრისა T-ს მინუს T1 შეფარდებული MZ-ისა T-ს მინუს T1. ნუ C სპილენძისა უნდა ვნახოთ ცხრილში და Z-ის იმას დავთვლით აქედან. ყველა ხო ეს არის M სპილენძის აქ მასა. ყველა დანარჩენი სიდიდეები მოცემული გვაქვს. ნუ რიცხვებს თქვენ თვითონ გამოთვლით. 562 ამოცანა. ცხელ ჩაიში ჯერ ჩაუშვეს ვერცხლის კოვზი, შემდეგ კი იმავე მოცულობის ალუმინის კოვზი, რომელ შემთხვევაში უფრო მეტად გაცივდება ჩაი. ეხლა აქ უბრალოდ რო ნახოთ, რომ C ვერცხლისა, ესე იგი აურუმის მეტი არის ვიდრე C ალუმინის. ამიტომაც ესე იგი ის მეტ სითბოს წაიღებს და ამიტომაც ესე იგი უფრო მეტად გაცივდება უпростоრად ჩაი თუ ჩავდებთ ესე იგი ვერცხლის კოვს. 563 ამოცანა. 200 ლიტრი ტევადობის აბაზანაში შეუშვეს 10 გრადუს ცელსიუს ტემპერატურის ცივი და 60 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის ცხელი წყალი. რა მოცულობის ცხელი და ცივი წყალი უნდა შევურიოთ, რომ წყლის ტემპერატურა აბაზანაში იყოს 40 გრადუს ცელსიუსი. ჩავწეროთ აბა მოცემულობა. V არის ესე იგი 200 ლიტრი. 200 ლიტრი, ანუ 0.2 10 მინუს სამხარისხად მეტრ კუბი. T პირველი ეგ არის 60 გრადუს ცელსიუსი, T მეორე არის 10 გრადუს ცელსიუსი. და საბოლოო ტემპერატურა T მესამე არის ესე იგი 40 გრადუს ცელსიუსი. და გვეკითხებიან M პირველი რას უდრის და M მეორე რას უდრისო. ნუ ეხლა დავიწყოთ იმით, რომ ესე იგი ეს არის აბაზანა, რომლის მოცულობა არის 200 ლიტრი. საბოლოო ჯამში ის შეივსება წყლით, ამიტომ საერთო მასა, მოდი ეს M დიდით აღვნიშნოთ, იქნება რho წყლისა გამრავლებული V-ზე. ხო, მაგრამ ეს საერთო მასა, რომელიც საბოლოოდ იქნება რა, რომელიც ავსების დროს, ეს იქნება M პირველი პლუს M მეორე, სადაც M პირველით მე მაქვს აღნიშნული, ნუ ვთქვათ, ცხელი წყლის მასა და M მეორეთი მაქვს აღნიშნული ცივი წყლის მასა. ხო, ეხლა მოდი დავხატოთ ისევ ჩვენი ტემპერატურული დიაგრამა. ესე იგი, ჩვენ გვაქვს სხეული მასით M2, მას ტემპერატურა აქვს T2, ეს ცივი სხეული არის და გვაქვს ცხელი სხეული ტემპერატურით T1, მასა არის M1. და საბოლოო ჯამში შეიქმნება ტემპერატურა T3. ესე იგი, რა მოხდება? ეს ცივი სხეული გაცხელდება T3-მდე, ეს ცხელი სხეული პირიქით გაცივდება
T3-მდე. აქ ორი სხეული გვაქვს ერთმანეთთან სითბურ ბალანსში. ამიტომ დაიწერება რომ Q1 + Q2 უდრის 0-ს. ეხლა Q1 რა იქნება? ეს იქნება C, წყალი არის პირველი სხეულის და მეორე სხეულის წყალი არის C წყლის M1 T3 minus T1. Q2 იქნება C წყლის M2 T3 minus T2. შევიტანოთ ამ ფორმულაში, სითბური ბალანსის ფორმულაში და C წყლის M1 T3 minus T1 plus C წყლის M2 T3 minus T2 უდრის 0-ს. ახლა C წყლისა შეიძლება ჩხილებს გარეთ გავიტანოთ. ეს გავიტანოთ ჩხილების გარეთ C წყლისა გვექნება M1 T3 minus T1 plus M2 T3 minus T2 უდრის 0-ს. ახლა აქ ორი სიდიდის ნამრავლი გვაქვს. ერთი კვადრატულ ჩხილებში არის და მეორე C წყლისა. C წყლისა ცხადია არ არის 0-ის ტოლი. ამიტომ ესე იგი ეგ შეიძლება მაგაზე შევკვეცოთ ეს ორივე მხარე და მივიღებთ ამ ფორმულას M1 T3 minus T1 plus M2 T3 minus T2 უდრის 0-ს. მოდით შევიტანოთ აქ უბრალოდ სიმარტივესათვის ადვილად რო გამოვთვალოთ. ესე იგი T3 minus T1 ეგ იქნება 40 minus 60, ეს იქნება minus 20. აქ იქნება T3 minus T2, აქ იქნება 30. ამიტომ ჩვენ გვექნება ეგეთი ფორმულა. minus M1 20-ზე plus M2 30-ზე უდრის 0-ს. და მეორე მხრივ გვაქვს ფორმულა რომ M1 plus M2 უდრის M-დიც, საერთო მასას. ხო, ახლა აქედან მაგალითად M1 ეგ იქნება M-დიც minus M2, შევიტანოთ აქა minus M-დიც minus M2 20-ზე plus M2 30-ზე უდრის 0-ს. გავხსნათ ჩხილები minus M 20-ზე plus M2 20-ზე plus M2 30-ზე უდრის 0-ს. ახლა ეს ორი წევრიდან M2 გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, M2 20 plus 30 უდრის M დიდი გამრავლებული 20-ზე. ასე რომ M2 იქნება M დიდი 20-ზე შეფარდებული 20 plus 30-ზე. 50-ია. M დიდი 20 შეფარდებული 50-ზე. ახლა M დიდი აგერ ნაპოვნი გვაქვს ჩვენ. აი ამ ფორმულიდან გვაქვს ნაპოვნი. ახლა M2 თუ ვიცით, მე M დიდს გამოვაკლებთ M2-ს და მივიღებთ ესე იგი M1-ს. 563 ამოცანა. არა, ეს იყო 563 იყო, 564 ამოცანა. 10 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის წყალში 100 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის სხეულის ჩაშვების შემდეგ დამყარდა 40 გრადუს ცელსიუსის ტოლის საერთო ტემპერატურა. როგორ შეიცვლება წყლის ტემპერატურა თუ პირველ სხეულს წყლიდან არ ამოვიღებთ და ჩაუშვებთ 100 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის ისეთივე მეორე სხეულს. ჩავწეროთ პირობები, ესე იგი T პირველი იყო 10 გრადუს ცელსიუსი და რაღაცა M პირველი არის ესე იგი წყლის მასა, რომელიც არ არის მოცემული. და შიგ ჩააგდეს T2 არის ესე იგი 100 გრადუს ცელსიუსის რაღაცა ნაჭერი, რომლის მასა არის M. და საბოლოო ჯამში აქ დამყარდა
T3 ტემპერატურა, რომელიც არის 40 გრადუს ცელსიუსი. ეხლა ამის შემდეგ კიდე ჩააგდეს, ესე იგი ამ სისტემაში, ესე იგი ისევ ჩააგდეს კიდე ერთი სხეული M, რომლის ტემპერატურა არის T2, ესე იგი 100 გრადუს ცელსიუსის ტოლი. და გვეკითხებიან რა საბოლოო ტემპერატურა ან როგორ შეიცვლება ტემპერატურა, ესე იგი დელტა T არის კითხვის ნიშნის ტოლი. მოდი დავხატოთ ისევ, ესე იგი თქვათ ახლა რამდენი სხეული გვაქვს, ესე იგი თავიდან გვაქვს ორი სხეული, პირველი სხეული, რომელიც არის წყალი და მეორე სხეული, რომელიც არ ვიცით რა სხეული არის და რაღაცა სხეული დავარქვათ. ეხლა აქ ვიცით რომ ამის ტემპერატურა არის T1 და ამის ტემპერატურა არის T2. T1 არის 10 გრადუს ცელსიუსი, T2 არის 100 გრადუს ცელსიუსი. ეხლა ეგენი რომ მოვლენ ერთმანეთთან სითბურ წონასწორობაში დამყარდება, ესე იგი T3 ტემპერატურა. მოდით ჯერ ეს ავწეროთ. ეს არის ტემპერატურული სკალა, ეს არის პირველი სხეული, რომელიც არის წყალი, ტემპერატურა T1 აქვს, ეს არის რაღაცა მეორე სხეული, M მასის სხეული, მოდით ამას M1 დავარქვათ, ამას M დავარქვათ, ტემპერატურა არის T2 და აი აქ დამყარდება რაღაცა T3 ტემპერატურა. ეხლა წყალს რა მოსდის? ის ცხელდება T1-დან T3-მდე, ეს მეორე სხეული, ესე იგი ის გაცივდება T2-დან T3-მდე. ასე რომ აქ გვაქვს Q პირველი, ეს არის Q მეორე და ჩავწეროთ რომ Q პირველი პლუს Q მეორე უდრის 0-ს. სადაც Q პირველი ეს არის C წყლის M წყლის T3-ს მინუს T1, Q2 არის, ესე იგი ეს C რაღაცა სხეულის ინდექსს მივაწერთ M T3-ს მინუს T2. და ეხლა აქ რო შევიტანოთ, ესე იგი მექნება ეგეთი ფორმულა. C წყლისა M წყლისაზე T3-ს მინუს T1 პლუს CM T3-ს მინუს T2 უდრის 0-ს. მოდით ეს ტემპერატურული ცვლილებები რიცხვები შევიტანოთ. C წყლისა M წყლისაზე T3 არის 40, T1 ესე იგი გამრავლებული 30-ზე, ეს უარყოფითი გამოგვივა მინუს CM, T3 არის 40, პლუსი იყო ხო, 40 მინუს 100, ესე იგი იქნება მინუს 60, აი ესეთნაირად გადავწეროთ, მინუს 60, უდრის 0-ს. ანდა ეგ შეიძლება აი ეს უარყოფითი წევრი მარჯვნივ გადავიტანოთ და მივიღებთ C წყლისა M წყლისაზე 30 უდრის CM 60-ზე. აი ახლა რა მდგომარეობა გვაქვს? იმის მერე როცა ეს წონასწორობა დამყარდა. ეხლა ჩვენ გვაქვს საწყის მდგომარეობაში ორი სხეული, ესე იგი პირველი სხეული, ესე იგი წყალი და მეორე სხეული და მათი საერთო ტემპერატურა არის T3-ის ტოლი, ესე იგი აქ არის წყალი და ეს სხეული არის. და T3 ტემპერატურაზე არის 40 გრადუს ცელსიუსზე არის ორივე. და მეორე სხეული გვაქვს, დავამატეთ კიდე ესე იგი მეორე სხეული, ახლა ამას დავარქმევ პირობითად მესამე სხეულად, რომლის მასა ისევ M არის და ტემპერატურა T2-ის ტოლი არის, ესე იგი 100 გრადუს ცელსიუსია. და ამათი წონასწორობის შემდეგ დამყარდება რაღაცა TX ტემპერატურა, რომელიც მე უნდა დავადგინო. ჩავწეროთ ახლა მასშტაბი რამდენი სხეული გვაქვს. ახლა გვაქვს ნახეთ წყალი, ეს პირველი რო ჩავაგდეთ სხეული, ეს მისთვის არის სითბოს რაოდენობა და მე კიდე ერთი დამატებით სხეული რო ჩავაგდეთ, ეს მისი დიაგრამა არის, სითბოს დიაგრამა. ასე რომ Q პირველი, ახლა წყლისთვის იქნება
C წყალი M წყალზე Tx minus T3 Q მეორე აქ ჩაგდებული უკვე ადრე ჩაგდებული სხეული ეს არის Cm Tx minus T3 და ის სხეული რომელიც ახლა ჩავაგდეთ კიდე დამატებით Q3 იქნება Cm Tx minus T2 ხო, ეხლა ეს ჩავწეროთ ციფრული ბალანსის გამტოლება. Q პირველი plus Q მეორე plus Q მესამე უდრის 0-ს. ასე რომ ეს გამოვა C წყლისა M წყლისაზე Tx minus T3 plus Cm ისევ Tx minus T3 plus Cm Tx minus T2 უდრის 0-ს. ეხლა ჩვენ აქამდე გვაქვს ნახეთ მიღებული აი ესეთი თანაფარდობა. აი ამ თანაფარდობიდან ჩვენ Cm შეგვიძლია გამოვსახოთ. ნახეთ C გამრავლებული M-ზე ეგ არის C წყლისა M წყლისაზე 30 შეფარდებული 60-ზე. ანუ ესე იგი ეს გაყოფილი 2-ზე იქნება. ესე იგი Cm ეს არის C წყლის M წყლისა გაყოფილი 2-ზე. ახლა ეს Cm შეგვიძლია შევიტანოთ ესე იგი აქ და აქ. ესე იგი C წყლის M წყლის Tx minus T3 plus C წყლის M წყლის ნახევარი Tx minus T3 plus C წყლის M წყლის ნახევარი Tx minus T2 უდრის 0-ს. C წყლისა M წყლისა შეგვიძლია გავიტანოთ ჩხილებს გარეთ. და გავკვეცოთ რა, ესენი გავკვეცოთ და აი გვექნება ეგეთი თანაფარდობა Tx minus T3 plus 1/2 Tx minus T3 plus 1/2 Tx minus T2 ეს უდრის 0-ს. ხო, ნუ ახლა ეს გამოგვივა ესენი პირდაპირ იკრიბება, ესე იგი 3/2 Tx minus T3 plus 1/2 Tx minus T2 უდრის 0-ს. გავხსნათ ეს ჩხილები 3/2 Tx minus 3/2 T3 plus 1/2 Tx minus 1/2 T2 უდრის 0-ს. ეს Tx და Tx შეიკრიბება, მომცემს ესე იგი აი მოდით აი გზევით დავწერ რომ აი გზევით გადავალ. მექნება 2Tx უდრის 3/2 T3 plus 1/2 T2. ასე რომ Tx გამოთვლილი მაქვს ესე იგი 3/2 T3 plus 1/2 Tx შეფარდებული 2-თან. აი ესეთნაირად დავადგენთ ესე იგი საბოლოო ტემპერატურას და ნუ მერე რამდენიც შეიცვლება 40 გრადუსიდან აქამდე უბრალოდ გამოვაკლოთ იმ Tx 40 გრადუსი და ეგ იქნება რამდენიც შეიცვლება მერე ტემპერატურა მეორე სხეულის ჩაგდების შემდეგ. კარგით, ახლა 565 ამოცანა. 565 ამოცანა. ალუმინის და ტყვის ფხვნილის ნარევის მასა არის 150 გრამი. ტემპერატურა კი 100 გრადუს ცელსიუსი. ნარევი ჩაუშვეს წყლიან კალორიმეტრში, რომლის წყლის მასა არის 200 გრამი, ტემპერატურა კი 15 გრამი.
საბოლოო ტემპერატურა კალორიmetrში 20 გრადუს ცელსიუსია. კალორიmetრის სითბოტევადობა 42 ჯოული კელვინზე. რამდენი ტყვია და რამდენი ალუმინი იყო ნარევში. მოდით ჩავწეროთ პირობა. ესე იგი, M ეს არის საერთო მასა ალუმინის და ტყვის. ეს M არის 150 გრამი. ეს მოცემულია. მათი საწყისი ტემპერატურა T1 არის 100 გრადუს ცელსიუსი. ნარევი ჩაუშვეს წყლიან კალორიmetrში, რომლის წყლის მასა არის, M წყლის არის 230 გრამი. და საწყისი ტემპერატურა წყლის T2 ეს არის 15 გრადუს ცელსიუსი. და საბოლოო ტემპერატურა T3 რაც დამყარდება, ეგ არის 20 გრადუს ცელსიუსი და კალორიmetris სითბოტევადობა არის მოცემული 42 ჯოული კელვინზე. გვეკითხებიან, რამდენი არის ალუმინის მასა და რამდენი არის სპილენძის მასა, ხო? არა, ტყვის მასა. ეხლა აქ ნახეთ რაზე ალაპარაკი. აი ეს არის კალორიmetris რაღაცა ჭურჭელი არის. და აი ამ ჭურჭლის სითბოტევადობა არის მოცემული. ასე რომ ერთმანეთთან წონასწორობაში არის აი რა სხეულები არიან ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში. კალორიmetri. რა თქმა უნდა, რადგან შიგ წყალი ასხია, ამ წყალს და კალორიმეტრს აქვთ ერთნაირი საწყისი ტემპერატურა. ესე იგი, მათი ტემპერატურა არის T2 სტოლი. ამის გარდა ჩვენ გვაქვს ალუმინი და გვაქვს ესე იგი ტყვია. ალუმინი და ტყვია გვაქვს. საერთო მასა ვიცით, ამათი საერთო ტემპერატურა არის ესე იგი T1 სტოლი. ასე რომ, რამდენი სხეული არის ახლა ერთმანეთთან სითბურ ბალანსში? 4 კალორიmetri, წყალი, ეს ალუმინი და ტყვია. დავხატოთ ესე იგი ეს ჩვენი ტემპერატურული დიაგრამა. ესე იგი, ეს იყოს T1 100 გრადუსიანი, ეს არის, ხო, 100 გრადუსზე გვაქვს ორი სხეული, ერთი არის ალუმინი, მოდი ესე ვთქვათ, ეს არის ალუმინი, ეს არის ესე იგი ტყვია, პლუმბუმი. ამის გარდა გვაქვს კალორიmetri აქა, ეს იყოს კალორიmetri და გვაქვს წყალი. ამათ საწყისი ტემპერატურა არის T2, 15 გრადუსი არის. 15 გრადუს ცელსიუსი, ხოლო T1 არის 100 გრადუს ცელსიუსი. დამყარდება საბოლოო ტემპერატურა რაღაცა 20 გრადუსი, ეს არის T3 საბოლოო ტემპერატურა. აი ვნახოთ, ესე იგი, ეს არის სითბოს რაოდენობა, რომელსაც მიიღებს კალორიmetri, ეს არის სითბოს რაოდენობა, რომელსაც წყალი მიიღებს, ეს არის სითბოს რაოდენობა, რომელსაც ალუმინი და ეს არის სითბოს რაოდენობა, რომელსაც ტყვია მიიღებს. ამიტომ აქ დაიწერება, რომ Q1 plus Q2 plus Q3 plus Q4 უდრის 0-ს. სითბური ბალანსის განტოლება. კალორიmetrისთვის დავწეროთ, აბა Q უпростоრად Q1 ეგ იყოს, მოდით ალუმინი იყოს. ესე იგი C ალუმინის M1 T3 minus T1. Q2 იყოს ტყვია. C პლუმბუმის M2 T3 minus T1. აქ არ უნდა დაგვაიწყდეს, რომ M1 plus M2, ესე იგი, ჯამში M-ის ტოლი არის. ეხლა წყლისთვის დავწეროთ Q3, ეს არის C წყალი, M წყალზე, T3 minus T2 და კალორიmetrისთვის Q, კალორიmetrისთვის იქნება C T3 minus T2. შევიტანოთ ახლა სითბური ბალანსის განტოლებაში ეს ყველაფერი. ესე იგი, C ალუმინის M1 T3 minus T1 plus C პლუმბუმის M2 T3 minus T1 plus
C წყლის M წყლის T3 minus T2 plus C T3 minus T2 ეს ჯამში უდრის 0-ს. ნუ ახლა მათემატიკურად მოსახერხებელია, რომ ეს ტემპერატურული სხვაობები პირდაპირ მათი რიცხვები ჩავსვათ აქა. ნუ ჩავსვათ მოდით ესე იგი და მექნება C ალუმინის M1 T3 minus T1 T3 არის 20 T1 არის 15 ესე იგი 5-ზე plus C პლუმბუმის M2 ესეც 5-ზე plus C წყლისა M წყალზე აქ არის ესე იგი არა ეს შემეშალა მე ბოდიში ეს შემეშალა T3 არის ესე იგი 20 და T1 არის 100 მოდიში ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოდით ხელმეორედ შევიტანოთ ესე იგი T3 minus T1 არის -80 აქაც -80 აქ იქნება 5 და 5 მოდი შევიტანოთ ესე იგი -80 მოდით ესე C ალუმინის M1 -80 C სპილენძის M2 plus 5 C წყლისა M წყლისაზე და plus 5 C უდრის 0-ს. და მეორე ფორმულა გვაქვს ჩვენ ესე იგი რომ M1 plus M2 უდრის M-ს. ნუ აქედან M1 რო ვიპოვოთ როგორც M-ს minus M2, ნუ აქ შეგვიძლია შევიტანოთ ესე იგი დავწეროთ -80 C ალუმინის M-ს minus M2 -80 C პლუმბუმის M2 plus 5 C წყლის M წყლისაზე plus 5 C უდრის 0-ს. ნუ გავხსნათ აქ ფრჩხილები და M2-იანი წევრები ერთად დავალაგოთ. ესე იგი, მოდით და ეს ორი წევრი, უпростоოდ M2-იანი წევრები გადავიტანოთ მარცხენა მხარეს. ესე იგი, -80 C ალუმინის M-ზე ხო, ესე იგი, მოდი დავწეროთ პირდაპირ ახლა რაღაცა რო არ შემეშალოს plus 80 C ალუმინის M2 minus 80 C პლუმბუმის M2 plus 5 C წყლის M წყლისაზე plus 5 C უდრის 0-ს. ესე იგი M2-იანი წევრები აგერა გვაქვს, ხო? ნუ ახლა აქედან შემიძლია დავწერო M2 რისი ტოლი არის. ესე იგი ეს და ეს წევრები იქით გადავიტანოთ და მექნება ეგეთი გამოსახულება. M2 უდრის 80 C ალუმინის M-ზე -5 C წყლის M წყლისაზე -5 C შეფარდებული 80 C ალუმინს plus 80 C პლუმბუმის. ნუ აი აქედან M2-ს დავადგენთ. ნუ M1-ს მერე აი ამ ფორმულიდან. 566 ამოცანა. ჭურჭელში, რომელიც შეიცავს 15 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის 1.5 კილოგრამ წყალს, შეუშვეს 100 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის 200 გრამი წყლის ორთქლი. რა საერთო ტემპერატურა დამყარდება ჭურჭელში ორთქლის კონდენსაციის შემდეგ? ჩავწეროთ მოცემულობა.
ესე იგი, T პირველი არის 15 გრადუს ცელსიუსი, M პირველი არის 1.5 კილოგრამი. ეს არის წყალი იყო. ეხლა შეუშვეს 200 გრამი 100 გრადუსიანი ორთქლი. ესე იგი, მასა ორთქლისა M2 არის 200 გრამი და ტემპერატურა ორთქლისა არის, ესე იგი, 100 გრადუს ცელსიუსი. მოხდება კონდენსაცია და რაღაცა ტემპერატურა დამყარდება საბოლოოდ. აი ამას გთხოვენ. ახლა შევხედოთ ახლა აქ რა პროცესები გვექნება. ნუ აქ არის ესე იგი ტემპერატურის ღერძი. ჩვენ გქონდა წყალი, რომლის მასა იყო M1 და ტემპერატურა იყო T1, რომელიც 15 გრადუს ცელსიუსის ტოლია. და მეორე გვაქვს ორთქლი, რომლის ტემპერატურა არის 100, T2 არის 100 გრადუს ცელსიუსი. აი ახლა ნახეთ რა მოხდება. რადგან ეს ორთქლი არის, ორთქლი ჯერ განიცდის კონდენსაციას. ესე იგი, კონდენსაციის შედეგად მისი ტემპერატურა არ შეიცვლება და ის გადაიქცევა 100 გრადუსიან წყლად. აი ნახეთ, რადგან საწყისი და საბოლოო ტემპერატურა კონდენსაციის პროცესში უცვლელი არის, მე ნახეთ აი აქ მარკურში დავხატე. მერე კი რა თქმა უნდა რაღაცა საბოლოო TX ტემპერატურა დამყარდება. ესე იგი, ეს წყალი ორთქლი წყლად იქცევა, მერე ეს წყალი გაცივდება და მოვა აი ამ TX ტემპერატურამდე. ხოლო რაც შეეხება თავდაპირველ წყალს 15 გრადუსიანს, ის პირდაპირ ესე იგი გაცხელდება რაღაცა TX ტემპერატურამდე. ახლა ნახეთ, რამდენი სხეული გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში. ორი გვაქვს. პირველი იყოს ესე იგი ეს წყალი Q1, ეს არის C წყალი M1 TX minus T1. სხვა არაფერი ამას არ მოხდის. ახლა მოდი დავწეროთ რა ხდება ამ ორთქლის შემთხვევაში. ორთქლი რადგან კონდენსირდება, ის გამოყოფს სითბოს minus L M ორთქლისა, L M2. მერე უკვე ეს წყლად იქცევა, ამიტომ იქნება C წყალი M2 TX minus T2. აი ეს სისტემები არიან ერთმანეთთან Q1 და Q2 სითბურ წონასწორობაში, ასე რომ Q1 სხეულები მოდის სითბურ წონასწორობაში. ამიტომ ამ Q-ების ჯამი უდრის 0-ს. მაშინ მე მივიღებ ფორმულას C წყალი M1 TX minus T1 minus LM2 plus C წყალი M2 TX minus T2 უდრის 0-ს. ნუ ჩვენ TX-ი უნდა დავადგინოთ, ესე იგი, აქედან C წყალი M1 TX minus C წყალი M1 T1 minus LM2 plus C წყალი M2 TX minus C წყალი M2 T2 უდრის 0-ს. TX-იანი წევრები ეს ორი გვაქვს. შეგვიძლია TX-ი გავიტანოთ, ეს და C წყლისაც გავიტანოთ, იქნება M1 plus M2 უდრის LM2 გადავაკითხარეს და ეს ორი წევრიც გაერთიანდება. ნუ ესეთნაირად plus C წყლისა M1 T1 plus M2 T2. ასე რომ TX-ი გამოგვივა ესეთი გამოსახულება LM2 plus C წყლისა M1 T1 plus M2 T2 გაყოფილი M1 plus M2-ზე. ეს იყო 566 ამოცანა. ეხლა 567 ამოცანა. ეს 600 გრამი მასისა და 10 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის წყალს ათმობენ კოლბით სპირტქურაზე, რომლის მარქმედების კოეფიციენტი 35%-ია. რამდენ ხანში ადუღდება წყალი და მისი რა რაოდენობა აორთქლდება თითოეულ წამში თუ 1 წუთში 2 გრამი სპირტი იწვის.
კოლბის სითბო-ტევადობა არის 100 ჯოული შეფარდებული კილოგრამზე. ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი, მასა წყლის იყო 600 გრამი, ტემპერატურა წყლის იყო 10 გრადუს ცელსიუსი, მარგი ქმედების კოეფიციენტი სპირტქურისა ეს არის 35%, ანდა ფარდობით ერთეულებში რო იყოთ 0,35. რამდენ ხო ხანში ადუღდება წყალი და მისი რაოდენობა აორთქლდება თითოეულ წამში. თუ 1 წუთში 2 გრამი სპირტი იწვის. ესე იგი, თუ T არის 1 წუთი, M სპირტის არის, ესე იგი, 2 გრამი. და კოლბის სითბო-ტევადობა არის ასევე მოცემული, C არის 100 ჯოული შეფარდებული კელვინზე. რამდენ ხანში ადუღდება წყალი? პირველი არის დროს გვეკითხებიან. მოდი ამას დავარქვათ, TX არის კითხვის ნიშანი და მე თითო წამში რამდენი წყალი ორთქლდებაო. კიდე M-ს გვეკითხებიან, წყლის აორთქლების ორთქლის მასას 1 წუთში. M ორთქლისა რამდენია? 1 წუთში. ხო, ეხლა წარმოვიდგინოთ, ეხლა ეს სიტუაცია როგორ არის. ესე იგი, თქვათ, ეს არის ის კოლბა, ეს დგას სპირტქურაზე, რაღაცნაირად ამას რაღაცა სადგომი აქვს, ესე იგი, აქ სპირტი იწვის, ესე იგი, აი აქ ესეთი რაღაცა არის და ეს წყალი ცხელდება. ესე იგი, პირველ რიგში რომ ადუღდეს, ცხადია ეს წყალი უნდა მივიდეს 100 გრადუს ცელსიუსამდე. მაგრამ ცხადია, რომ არა მარტო წყალი და კოლბაც უნდა გაცხელდეს 100 გრადუსამდე. ამიტომ მოდი დავთვალოთ, რამდენი სითბო არის საჭირო, რომ წყალი და კოლბა მივიდეს 100 გრადუსამდე. ესე იგი, Q უდრის C წყლისა M წყლისაზე 100 გრადუსი მინუს T1 პლუს C კოლბისა 100 გრადუსი მინუს T1. აი ამდენი სითბო არის საჭირო, რომ წყალმა დაიწყოს დუღილი. ეხლა ჩავწეროთ მარქმედების კოეფიციენტი. ეს არის ის სითბო, რომელიც გადაეცა წყალს შეფარდებული სრულ სითბოზე, რომელიც მიიღება სპირტის წვის შედეგად. ასე რომ Q სრული აქედან ეგ იქნება Q, ეს არის ის რაც წყალს გადაეცა შეფარდებული ეტაზე. მეორე მხრივ Q სრული ეს არის სპირტის წვის შედეგად, ერთეულოვანი მასის წვის შედეგად გამოყოფილი სითბო გამრავლებული დახარჯული სპირტის რაოდენობაზე. ხო? ეხლა იმისათვის, რომ აი ამდენი სითბო გადაეცეს, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ აი სპირტის რა მასა გვჭირდება ამ დროს. ესე იგი, ეს შეიძლება დავადგინოთ აი აქედან. ესე იგი, Q M სპირტის უდრის აი ეს C წყლისა M წყლისა 100 გრადუს მინუს 10 ეს არის 90 პლუს C 90-ზე შეფარდებული ეტაზე, ესე იგი 0,35-ზე. აქედან დახარჯული სპირტი, M სპირტი იქნება აი ეს C წყლისა, M წყლისაზე 90 პლუს C 90 შეფარდებული 0,35-ზე და Q-ზე. აი Q არის ზუსტად ეგეთი რაღაცა, რომ ეს არის Q ეგ არის ეგ ცხრილში უნდა ვნახოთ, ესე იგი სპირტის წვის სითბო. Q ესე იგი ცხრილიდან. ესე იგი 1 კილოგრამი სპირტის დაწვის შედეგად რამდენი სითბო გამოიყოფა, აი აქედან.
ეხლა რადგან ჩვენ ვიცით რომ აი აქედან დავადგენთ ჩვენ რომ აი ამდენი მასის სპირტი უნდა დაიწვეს რომ ეს წყალი ადუღდეს მერე ჩვენ შეგვიძლია ეგეთი პროპორციით ვისარგებლოთ რომ რადგან ვიცით რომ 1 წუთში იწვება 2 გრამ სპირტი x წუთში დაიწვება აი ეს m სპირტი აი ამ ფორმულიდან რო გამოვთვლით ასე რომ აქედან x-ი ტოლი იქნება ეს m სპირტისა შეფარდებული 2 გრამზე ეს გამოგვივა წუთებში აი ამდენი წუთი დაჭირდება რო წყალი ავადუღოთ კარგით ბატონო ეხლა იმის მერე როდესაც უკვე დუღს ესე იგი ეს წყალი უკვე მიყვანილი არის დუღილის ტემპერატურამდე წყალი იწყებს ესე იგი დუღილს აი მერე რა ხდება მერე უკვე გვეკითხებიან 1 წუთში რამდენი აორთქლდებაო მოდი ვნახოთ ეხლა უკვე ფაქტია რომ წყალი მიყვანილია 100 გრადუსამდე თავისი კოლბიანა და ეხლა უკვე გადაცემული სითბოს რაოდენობა ხმარდება ორთქლად ქცევას ამიტომ წერ ხო ნუ Q სასარგებლო ამ შემთხვევაში ეს არის ის სასარგებლო სითბო რომელიც გადაეცემა წყალს უკვე ორთქლად ქცევისათვის შეფარდებული QM-თან სადაც ეს არის დახარჯული სპირტი 1 წუთში და Q სასარგებლო ეს იქნება L ორთქლად ქცევის კუთრის სითბო გამრავლებული M ორთქლისაზე რამდენი ორთქლიც წარმოიშვება ამიტომ ეტასთვის მივიღებ L M ორთქლისა შეფარდებული Q-ზე და M-ზე ეს არის M სპირტისა რომელიც არის 2 გრამი და აქედან M ორთქლისა იქნება eta Q სპირტის წვის სითბო M სპირტისა შეფარდებული L-ზე აი ამდენი სითბო ამდენი მასის ორთქლი წარმოიშვება წყლის დუღილის დროს ყოველ წუთში კარგი კარგით ახლა 562 ამოცანა 400 გრამი მასის ალუმინის ჩაიდანი რომელშიც 2 კილოგრამი 10 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალია დადგეს სანთურაზე რომლის მარქმედების კოეფიციენტი 40%-ია რა სიმძლავრე ჰქონია სანთურას თუ 10 წუთის შემდეგ წყალი ადუღდა და 20 გრამი წყალი კი აორთქლდა. ჩავწეროთ ესე იგი მასა ალუმინის ჩაიდნის არის 400 გრამი, ну 0,4 კილოგრამი. წყლის ეს არის ალუმინის, ხო? M წყლისა არის M წყლისა არის ესე იგი 2 კილოგრამი. ტემპერატურა მათი არის 10 გრადუს ცელსიუსი და ვიცით რომ დრო თუ არის ესე იგი 10 წუთი ანუ ეს არის 600 წამი 600 წამში წყალი ადუღდა და 20 გრამი წყალი აორთქლდა M ორთქლისა არის 20 გრამი 0.02 კილოგრამი და როგორი არის მარგქმედების კოეფიციენტი მოცემული არის და უდრის 40% და როგორი არის სპირტქურის სიმძლავრე N არის კითხვის ნიშანი ну დავიწყოთ იმით რომ მარგქმედების კოეფიციენტი ეს არის სასარგებლო სითბო შეფარდებული სრულ სითბოს რაოდენობასთან
ესე იგი სრული სითბოს რაოდენობა წარმოიშობა იმის გამო, რომ სპირტი იწვის და ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მისი სიმძლავრე გამრავლებული იმ დროზე, რა დროშიაც ესე იგი ეს სპირტი იწვოდა. სასარგებლო სითბო შეიძლება დავადგინოთ იქიდან, რომ რა მოვივა აი ამ სისტემას. ესე იგი პირველ რიგში ალუმინის ჩაიდანი გაცხელდება 100 გრადუსამდე, ამიტომ C ალუმინის, M ალუმინის 100 გრადუსი მინუს T პირველი, ეს 10 გრადუსი, მერე გაცხელდება მთლიანად, ესე იგი შიგ მყოფი წყალი C წყლისა M წყლისაზე, ისე ვთქვათ 100 გრადუსი მინუს T1 და რაღაცა ნაწილი აორთქლდება. პლუს L M ორთქლისა, სადაც L არის ორთქლაცევის კუთრის სითბო წყლისთვის. ეხლა ეს ყველაფერი შეგვიძლია აი ამ ფორმულაში შევიტანოთ და აქედან დავადგინოთ N. ესე იგი eta უდრის C ალუმინის M ალუმინისაზე, ეგ იქნება 90 პლუს C წყლისა M წყლისაზე ისე 90 პლუს L M ორთქლისა. შეფარდებული N T-ზე. T არის დრო აქ. თუ აქედან N-ს დავადგენთ. N იქნება C ალუმინის M ალუმინის 90-ზე პლუს C წყლისა M წყლისაზე 90-ზე პლუს L M ორთქლისა eta T-ზე. ნუ სადაც eta-ს შევიტანთ 0.4. კარგით, ახლა 569 ამოცანა. ჭურჭელში, რომელშიც ასხია 20 გრადუს ტემპერატურის 2.8 ლიტრი წყალი ჩააგდეს 460 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის 3 კილოგრამი მასის ფოლადის ნაჭერი. წყალი გათბა 60 გრადუსამდე, ნაწილი კი აორთქდა. იპოვეთ აორთქლებული წყლის მასა, ჭურჭლის სითბოტევადობა უგულებელყავითო. ჩავწეროთ მოცემულობა. ეს კი T პირველი არის 20 გრადუს ცელსიუსი, მოცულობა წყლის არის 2.8 ლიტრი. ფოლადის მასა M ფოლადის არის 3 კილოგრამი. ტემპერატურა ფოლადის T2 არის, ესე იგი 460 გრადუს ცელსიუსი. და საბოლოოდ დამყარდა ტემპერატურა T3, რომელიც არის 60 გრადუს ცელსიუსი. და ნაწილიო წყლისო აორთქლდაო მაგ დროს და ჩვენ გვეკითხებიან ორთქლის მასის შეფარდება, იპოვეთ აორთქლებული წყლის მასა M ორთქლისას გვეკითხებიან. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მთელი მასა წყლისა რაც იყო იქ, ეგ იქნება რho გამრავლებული V-ზე. რho წყლისა გამრავლებული V-ზე. ეხლა ისე ვთქვათ ტემპერატურის დიაგრამა დავხატოთ. ჩვენ ხონდა წყალი ესე იგი 20 გრადუს ცელსიუსზე და ხონდა ეს ფოლადის ნაჭერი 460 გრადუს ცელსიუსზე. ეს არის M ფოლადის. ეს არის M წყლის. და საბოლოო ტემპერატურა დამყარდა 60 გრადუს ცელსიუსი. მაგრამ რაღაცა ნაწილი წყლისა აორთქდა. რაღაცა ნაწილი წყლის აორთქდა. ხო, ეხლა ეს მთელი წყლის მასა M წყლისა
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ორი ნაწილი. ეს არის ის ნაწილი, რაც აორთქლდა m ორთქლისა, პლუს კიდე რაღაცა, ესე იგი m პირველი. ეხლა ნახეთ რა შეასაქმე. მოდით ეხლა დიაგრამაზე როგორ დაიხატება ეხლა ეს ყველაფერი. ეხლა ის წყალი, რომელიც აორთქლდება, ის ჯერ მივა 100 გრადუსამდე და მერე აორთქლდება, ესე იგი ეს წყალი. ხოლო დანარჩენი ნაწილი კი მივა 60 გრადუსამდე. ასე რომ აქედან აქამდე, ესე იგი 20 გრადუსიდან 60 გრადუსამდე მიდის m წყლისა მინუს m ორთქლისა. აი ეს მასა. რაც შეეხება ფოლადს, ესე იგი ის ადგება და გაცივდება 460-დან 60 გრადუსამდე. ხოლო ის ნაწილი წყლისა, რომელიც აორთქლდება, ის მივა 100 გრადუსამდე. ეს იქნება m ორთქლისა და პლუს კიდე ცხადია მივა 100 გრადუსამდე და მერე აორთქლდება. ამიტომ ჩავწეროთ ეხლა რა მდგომარეობა გვექნება. ესე იგი, დავწეროთ, ესე იგი, Q წყალი. ეს ის წყალი არის, რომელიც მივიდა 60 გრადუსამდე. ეს არის C წყლისა, M წყალს მინუს M ორთქლისა, გამრავლებული, ხო, ეს ტემპერატურა აღვნიშნეთ ჩვენ T3-ით, T3 მინუს T1. ეხლა ის წყალი, რომელიც აორთქლდება. Q, მოდი ესე დავორქვათ, ორთქლთან დაკავშირებული სითბო. ის ჯერ მივა 100 გრადუსამდე, C წყლისა, M ორთქლისა 100 გრადუსი მინუს T პირველი და მერე ის აორთქლდება L M ორთქლისა. ხოლო მესამე სხეული, ესე იგი ფოლადის ნაწილი Q ფოლადისა, ეს არის C ფოლადისა, M ფოლადისაზე, T3 მინუს T2. და გვექნება სითბური ბალანსის განტოლება შემდეგნაირი. Q წყლისა პლუს Q ორთქლისა პლუს Q ფოლადისა უდრის 0-ს. ახლა აქ შევიტანოთ ეს ყველაფერი, უბრალოდ სადაც ტემპერატურული ცვლილებები არის, ზედვეთ მივაწერ რიცხვს და იმას შევიტან. ესე იგი, T3 მინუს T1, 60 მინუს 20, ეს იქნება აი აქ 40, ეს 100 მინუს T1, ეს არის 80, აქ არის 460 მინუს 60, ეს არის აქ იქნება მინუს 400. შევიტანოთ ეს იგი ამაში. C წყლისა, M წყლისა მინუს M ორთქლისა გამრავლებული 40-ზე პლუს მეორე წევრი, ესე იგი C წყლისა M ორთქლისა 80-ზე პლუს L M ორთქლისა პლუს, სინამდვილეში ეს მინუსით გამოვა, მინუს C ფოლადის M ფოლადის 400-ზე უდრის 0-ს. აქედან M ორთქლისა შედის, აი ეგრე აქ და აქ, აი ამ სამ ადგილას, ესე იგი და მოდით გავხსნათ ეს ფრჩხილები და ვნახოთ რას მივიღებთ, ესე იგი. მე შევიცდები აქ ეკონომიურად დავწერო, რომ დამეტიოს. თუ გნებავთ, მოდით მეორე ფურცელზე გადავღო. გადავარო მეორე ფურცელზე და დავწერო. C წყლისა M წყლისაზე მინუს C წყლისა M, ხო, მაცადეთ ესე არა. C წყლისა M წყლის 40-ზე მინუს C წყლისა M ორთქლისა
40-ზე პლუს c წყლისა m ორთქლისა 80-ზე პლუს l m ორთქლისა მინუს c ფოლადის m ფოლადის 400-ზე უდრის 0-ს. ეხლა ორთქლის მასები შედის აქ და აქ, ხო? გავერთიანოთ ესენი და ეს ორი წევრი მეორე მხარეს გადავიტანოთ. ესე იგი m ორთქლისა გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ c წყლისა 80-ზე მინუს c წყლისა 40-ზე პლუს l ეს უდრის c ფოლადის m ფოლადის 400-ზე მინუს c წყლისა m წყლისა 40-ზე. ნუ ეს ორი წევრიც გაერთიანდება და მექნება m ორთქლისა იქნება c ფოლადის m ფოლადის მინუს c წყლისა m წყლისა 40-ზე შეფარდებული c წყლისა 40 პლუს l. აი ეს შეიძლება დავთვალოთ მასა იმ წყლისა, რომელიც აორთქლდება. 570 ამოცანა. წყლის ორთქლაქცევის კუთრის სითბოს გასასაზღვრავად მოსწავლემ ჩაატარა შემდეგი ცდა. ელექტროქურაზე გაათბო წყალი, აღმოჩნდა, რომ 10 გრადუსიდან 100 გრადუსამდე გათბობას დასჭირდა 18 წუთი, წყლის მასის 0.2 მეტრის აორთქლებას კი 23 წუთი. იპოვეთ წყლის ორთქლაქცევის კუთრი სითბო ამ ცდებიდან. ნუ ჩავწეროთ ესე იგი, რომ t პირველი არის თქვათ 10 გრადუს ცელსიუსი, t2 არის 100 გრადუს ცელსიუსი, t2. და დრო t1 არის 18 წუთი, ხოლო მასა თუ არის m ორთქლისა 0.2 m-ის აორთქლებას დაჭირდა t2 არის 23 წუთი. ნუ აი მონაცემებიდან უნდა დავადგინოთ l ორთქლაქცევის კუთრის სითბო. ნუ ჯერ ადუღებას რა დრო დაჭირდა, მოდი ეს q პირველი დავწეროთ. ეს არის c წყლისა m წყლისაზე, ნუ კი ბატონო, m წყლისაზე 100 გრადუს მინუს 10 გრადუს ცელსიუსი. ხოლო აორთქლებას კი დაჭირდა l m ორთქლისა, რომელიც არის l 0.2 m წყლისა. მე ვწერთ პროპორციას, აი q პირველს დაჭირდა t პირველი დრო, ხოლო q მეორეს დაჭირდა t მეორე დრო. აქედან შეგვიძლია დავწეროთ, რომ q პირველი ისე შეეფარდება q მეორეს, როგორც t პირველი შეეფარდება t მეორეს. ნუ შევიტანოთ ესე იგი ამაში და გვექნება c წყლისა m წყლისაზე 90 შეფარდებული l 0.2 m წყლისაზე უდრის 18-23-ზე. ესენი გაიკვეცება და აქედან l-ს ვიპოვით. l იქნება 23 c წყლისა 90-ზე შეფარდებული 18-0.2-ზე. აი ესეთნაირად ვიპოვით ამას.